ქართული ოცნების თანამდებობის პირები ერთმანეთის მიყოლებით შლიან საკუთარი სოციალური ქსელებიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სურათებს. ერთ-ერთი ასეთი გიორგი სოსიაშვილია, გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და ამჟამად პარლამენტის წევრი. მის სოციალურ ქსელში მხოლოდ ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები იძებნება. სამაგიეროდ ღარიბაშვილის Facebook-ზე დღემდე დევს სოსიაშვილის როგორც ყოფილი პრემიერის ფავორიტის ფოტოები. გავრცელებული ინფორმაციით გიორგი სოსიაშვილმა სწორედ ღარიბაშვილის მფარველობით მიიღო დეპუტატის მანდატი, რადგან ყოფილი პრემიერის ბიძა სწორედ სოსიაშვილის სოფელ დიცში ცხოვრობს და მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. სოსიაშვილის მხრიდან ეს საქციელი დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას არ გაუკვირდება, იმიტომ რომ ის ცნობილია როგორც ერთ-ერთი მედროვე ადამიანი, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან და ხელისუფლების ყველა კლანთან ცდილობს, რომ როგორღაც დაალაგოს ბრჭყალებში ურთიერთობა და ამით გამოიცვალოს თანამდებობები. განსაკუთრებით სამარცხვინო არის მის საქციელი ღარიბაშვილის მიმართ, იმიტომ რომ ღარიბაშვილის ბიძასთან ახლობლობით და მეგობრობით გაიკეთა მან ბოლოდროინდელი პოლიტიკური კარიერა. ღარიბაშვილის ფავორიტი რო იყო, ზუსტად მაგიტო გახდა პარლამენტის წევრი და დღეს ამხელა კაცი, რომელსაც თავი მოაქრო არის ისტორიკოსი, ამხელა კაცი შლის საკუთარი Facebook გვერდიდან იმ ადამიანის სურათებს, ვინც გახადა პარლამენტის წევრი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, ის რომ საკუთარ მფარველს სოლიდარობა არ გამოუცხადა გიორგი სოსიაშვილმა, ეს ქართული ოცნების ხელწერაა. მედროვეობა ქართული ოცნებისთვის ჩოული ამბავია, მაგალითად გიორგი სოსიაშვილი, გორის ერთ-ერთი გამოჩენილი ქოცი, ირაკლი ღარიბაშვილთან გადაღებულ ფოტოებს შლის და ეს არ არის მხოლოდ სოსიაშვილის, ასე ვთქვათ, ბჭყალებში პრობლემა, ეს არის მათი რეალური ბუნება, იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა ერქმევა ბელადს, ვინ იქნება ბელადი, ისინი არიან მოწოდებული, რომ ემსახურონ და შესაბამისად თუ ის კონკრეტული ერთდროს ბელადი პარტიისთვის აღარ არის მისაღები, მარტივად გააქრობენ მასთან ყველანაირ შესაძლო კავშირებს და გადაერთვებიან ახალი ბელადის მსახურობაზე. ზოგადად ასეთია დღევანდელი რეალობა და დღევანდელი ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობის სახე ქართულ პოლიტიკაში. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო ესეთი პრაქტიკა გავრცელებული, რომ ვინც უკვე სტალინის მიერ იქნებოდა დახვრეტილი, იმ ადამიანებს შლიდნენ ისტორიიდან, შლიდნენ ყველანაირი დოკუმენტაციიდან, ფოტოებიდან, თუ ვიდეო მასალა არსებობდა რამე ყველაფრიდან და დღესაც არაფრის არ უკვირს პრინციპში ქართული ოცნების მხრიდან იგივე რომ ხდება, იმიტომ რომ დღესაც ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირის 37 წელი არის, 30-იანი წლები არის, განსხვავებით იქიდან რომ 100 წლის შემდეგ დღეს უკვე ვეღარ დახვრეტავენ ადამიანებს, თორემ სხვა ყველა მხრივ საქართველოში დამყარებულია დიქტატურა, რომლის ფარგლებშიც თუ ვინმე მეფის კარზე, ბჭყალებში ბიძინა ივანიშვილის კარზე აღარ ინარჩუნებს ავტორიტეტს, ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ხდებიან ყველანაირად განდევნილები და რას ვიზავთ, ეს არის მოცემულობა, ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ, ხვალ აუცილებლად იქნებიან თვითონაც ისტორიიდან წაშლილი, ნებისმიერ შემთხვევაში ან თავის თავებს თვითონვე წაშლიან, ან მათ მომავალი თაობა გამოუტანს განაჩენს და წაშლის მათი ისტორიიდან როგორც სამარცხვინო მოვლენას. ერთადერთი გვერდი, სადაც კვლავ შემონახულია ღარიბაშვილისადმი მილოცვის პოსტები, ეკუთვნის გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს. ქართული ოცნების გორის ორგანიზაციის სხვა წევრთა Facebook გვერდებიდან აღარ იძებნება აღარც ღარიბაშვილისადმი მიძღვნილი პოსტები და არც შიდა ქართლში მისი ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია.